ომის მდივანი პიტ ჰექსეთი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს სრულად აკონტროლებს ოპერაციას ჰორმუზის სრუტეში. ბრადევს სასტორზე ირანისთვის, რომ ომაც უკვე დაიმუქრა საკუთარი შეიარაღებული ძალების გამოყენებით, რომ შეწყვეტს ნავთობის ნაკადს მსოფლიოსთვის. დაახლოებით მსოფლიო ნავთობის მოხმარების მეოთხედი ყოველდღიურად გადის ჰორმუზის სრუტეში და ეს მოიცავს ირანის მთავრობის უზარმაზარ ფულად ნაკადს, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე ამ სრუტის პორტებიდან. ზეწოლა ირანზე ახლა კრიტიკულია. მაშინ მოусმინოთ ომის მდივანს. ჩვენ ვახორციელებთ ამ ბლოკადას, ვასრულებთ მას ასე შეჩოს საზღვაო ძალების 10%-ზე ნაკლებით. მათემატიკა ნათელია. ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი საზღვაო ძალების 10%-ის, ხოლო თქვენ გაქვთ თქვენი საზღვაო ძალების 0%. ეს ნამდვილი კონტროლია. და ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი გამოცდილება მეკობრეებთან და ტერორისტებთან ბრძოლაში. მაგრამ არსებობს ალტერნატივა. როგორც ჩვენი მომლაპარაკებლები ამბობდნენ, თქვენ ირანმა შეგიძლიათ აირჩიოთ წარმატებული მომავალი, ოქროს ხიდი და ვიმედოვნებთ, რომ ამას გააკეთებთ ირანის ხალხისთვის. ამასობაში და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ბლოკადას. შემდეგ პენტაგონმა გაავრცელა ეს სურათები, რომლებიც აჩვენებს, როგორ ახორციელებენ შეერთებული შტატები ამ ეფექტურ ბლოკადას. პირველ რიგში სათავეში ლურჯად მონიშნული ამერიკული გამანადგურებელი პოზიციას იკავებს, რათა შეაჩეროს ნებისმიერი გემი, რომელიც გაქცევა შეეცდება. საზღვაო ძალებმა გუშინ პირდაპირ გაფრთხილება გასცეს, მობრუნდით ახლავე ან მოემზადეთ, რომ თქვენ გემზე ავიდნენ. შემდეგი სურათი აჩვენებს შედეგს. ხედავთ, რომ ამ წითელი გემები და რამდენიმე უკვე ბრუნდება უკან, 14 მათგანი, რაცაც ახლა ვიცით, ისინი მობრუნდნენ უკან ხაზის გადაკვეთის ნაცვლად. საბოლოო სურათზე უკვე ოსშაბათის გვიან ღამით არც ერთი გემი აღარ ცდილობს გადასვლა. ცენტრალური სარდობა ამბობს, რომ 14 გემი უკვე მობრუნდა უკან, როგორც ახლახანს ვახსენე და გზავნილი საკმაოდ ნათელია. არც სადოთ შეერთებული შტატების ბლოკადის გატეხვა. ცენტრალურმა სარდობამ ასევე გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც ზუსტად ისმის, როგორ გადასცემს საზღვაო ძალები ამ გზავნილს. აშშ-მა ოფიციალურად დაბლოკა ირანის პორტები და სანაპირო ზოლი. სამართლებრივი ზომა გემებმა დაუხოვნებლი უნდა დაბრუნდნენ პორტში, ან გააუქმონ ირანში მიმავალი მარშრუტები, თუ ეს არის დანიშნულების ადვილი. აცადოთ ბლოკადის გარღვევა ირანის პორტებში მიმავალი ან მომავალი გემები გაჩერდებიან დაკავებისა და დაყადაღების მიზნით. მობრუნდით და მოემზადეთ. თუ ბლოკადას არ დაემორჩილებით, ძალას გამოვიყენებთ. აშშ-ში საზღვაო ძალები მზად არიან წესრიგის დასამყარებლად. გაეცალეთ. შეგიძლიათ წარმოიდგინო, რომ ამას ისმენ. ეს რეალურია. Wall Street Journal-ი სათავეში წერს, ირანის ომით განადგურებული ეკონომიკა მოლაპარაკებების აუცილებლობას ქმნის. ბანასისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენა წლები დასჭირდება. ამ ზარალის გამოსასწორებლად ირანზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მოლაპარაკებებში ფინანსური შეღავათები მოითხოვოს. ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი კვლავ ხელმძღვანელობენ ამ მოლაპარაკებებს, ახორციელებენ ზარებს და ცვლიან წინადადებებს ირანელ მოლაპარაკებლებთან, იმ იმედით, რომ მიაღწევენ გარღვევას. მეორე რაუნდი, რომის ჩატარებაც როგორც ჯერ კიდევ გვესმის, შესაძლებელია შაბათ-კვირას. ამაზე ჯერ კიდევ არ არის დადასტურება. საზღვაო ძალების პენსიონერი პილოტი ტოპ განის მეთიუ ვაისბაკლი მალე იქნება მთავარი სტუმარი. დავიწყებთ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი კორესპონდენტით ჯენიფერ გრიფინით ვაშინგტონიდან. ჯენიფერ. ჰარისი, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა მთავრდება სამშაბათს, 21 აპრილს. ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ ირანულმა ნავთობ ტანკერებმა ომანის ზღვიდან დანიშნულების ადგილამდე 11 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტანეს. მას შემდეგ, რაც აშშ-ში საზღვაო ბლოკადა გამოცხადდა. მაგრამ CENTCOM-ი ამბობს, რომ ბლოკადა გააფართოვა. ასევე წყნარი ოკეანის პასუხისგებლობის ზონა, რომელსაც ადმირალი პაპარო ხელმძღვანელობს, აქტიურად დაედევნება ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ირანის დროშით მოძრაობს, ან ირანს მატერიალურ მხარდაჭერას უწევს. ეს მოიცავს Dark Fleets, რომელიც ირანულ ნავთობს გადაზიდავს. ანუ აშშ-ში სამხედროები მთელ მსოფლიოში დაედევნებიან ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ირანის მიერ სანქცირებულია. ეს მოჩვენებითი ფლოტი, რომელზეც ხშირად ვისმენთ, ირანს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. ეს ხომალდები განსაკუთრებით ჩინეთის მიერ გამოიყენება, რომ ირანიდან ნავთობი მიიღონ. აშშ-ში საზღვაო ბლოკადა, რომელიც ორშაბათს 10 საათზე დაიწყო, CENTCOM-ის მიხედვით 14 ხომალდის უკან დახევას გამოიწვია. ამერიკელებს ბორტზე ასვლა არ დასჭირვებიათ. ბლოკადის დაწყებიდან უკვე 24 საათზე მეტი გავიდა. რამდენიმე გემი მობრუნდა, 12 დარჩა ხაზის შიგნით და ერთი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი.
აღმოსავლეთ მხარეს მიემართებოდა, მაგრამ მობრუნდა, სანამ STAS-აც კი დაიწლებდა. CENTCOM-ის მეთაური ბრედ კუპერი ახლახან დაბრუნდა რეგიონში თავისი მეორე მოგზაურობიდან. ჩვენმა ჯგუფებმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო დრონები გაუშვეს. ეს იყო ირანული მოდელები, რომლებიც ზემეოში ჩამოვიტანეთ, ამერიკული ტექნოლოგიით აღვადგინეთ და უკან გაუშვით. ძალიან ეფექტური იყო. მცირე რაოდენობის მოთმეულმა ჟურნალისტებმა არ დაუსვეს დეტალური კითხვები ზევას შეიარაღებული ძალების წინაღობებზე. არავის გაუკეთებია კომენტარი Financial Times-ის ექსკლუზიურ რეპორტაჟზე, სადაც საუბარია, რომ ირანი ჩინურ ჯაშუშურ თანამგზავრს იყენებს ამერიკული ბაზების დასაკვირვებლად ახლო აღმოსავლეთში. IRGC მიიღო ცდომა თანამგზავრზე, რომელიც 2024 წლის ბოლოს გაუშვეს და გამოიყენა იგი ამერიკის შეერთებული შტატების ობიექტების დასაკვირვებლად, როგორც დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების წინ, ასევე შემდეგ. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა AAP-ს გააფრთხილა, რომ ევროპას შესაძლოა 6 მთავრობა ჰყავდეს შემდეგ. გამოაცხადა მთავრობამ დაცვა შემდეგ. ბრაზილია უზრუნველყოფს დაცვას თვითმფრინავის წინააღმდეგ. შემდეგმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ ბრაზილია უზრუნველყოფს დაცვას შესაძლო გაუქმებების შემთხვევაში, თუ ირანში ომის გამო ნავთობის მიწოდება კვლავ დაბლოკილი დარჩება. ხარისი. ჯენიფერ მადლობა, ახლა კი მთავარ თემაში. მეთიუ ვაისბაკლი, საზღვაო ავიაციის გადამდგარი, ტოპგანის მებრძოლი პილოტი და ფონდი ვერ დავარნილი გმირების პრეზიდენტი. სასიამოვნოა დღეს თქვენი ნახვა. ნახეთ, ეს მხოლოდ სამხედრო საკითხი არ არის, ეს ირანისთვის ფინანსური ტკივილიცაა. მითხარით ოპერაციის შესახებ. ჩვენ გქონდა რუკები, რომლებიც საჩვენებდა, როგორ უახლოვდებიან ისინი, როგორ უახლოვდებიან ჩვენი გამანადგურებლები და აკეთებენ ამ განცხადებებს. როგორ ხსნით, რამდენად ეფექტურია ეს ახლა? კარგი, ჰარის, სასიამოვნოა ისევ შენ ნახვა, მადლობა მოწვევისთვის, ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. ირანიდან ყოველდღიურად 1.5 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდება შეწყდა. თუ ისინი ამ ნავთობს დაახლოებით 13 დღეში არ გადაიტანენ, მოუწევთ ჭაბურღილები დახურონ, რაც ირანს მილიარდობით დოლარის ზარალი შეიძლება დაუჯდეს. ამიტომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება, ჰარის, რადგან ირანს ეს ნავთობი უნდა გაიტანოს დასაწყისისთვის, თორემ აქ ფული აღარ დარჩებათ. ეს ჩემს გულს ახარებს. პირველ რიგში მიხარია გენერალ კეინის, ჩემი საჰაერო ძალების მეგობრის ნახვა, რომელიც კარგად ლაპარაკობს საზღვაო ძალებზე. საზღვაო ძალების ეს ბლოკადები წარმოუდგენლად ეფექტურია. იცი ჰარის, რამდენიმე კვირის წინ საუბრობდით შეერთებული შტატების საჰაერო ძალების საძიებო და სამაშველო დანაყოფებზე, რომელსაც საკუთარი სუპერბოული აქვთ. ეს არის საზღვაო ძალების სუპერბოული. მე გავცურე ჰორმუზის სრუტეში აბრაამ ლინკონზე და კიტი ჰოუქსზე. და როცა ამერიკელი გამანადგურებელი საერთაშორისო სიხშირეზე ამას ამბობს, მიამაკება რომ ამერიკელი ვარ. ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს სამხედროებზე და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსზე, რადგან მთავრობის ბიუჯეტი და ეს სხვა უცხოურ მთავრობებში გვინახავს, როცა ისინი ხელფას ვერ იღებენ, ზოგიერთი ამ მებრძოლთაგან შეიძლება გაიქცეს. გულისხმობ, ეს შესაძლებელია. ფიქრობ ასეა. 100%-ით არის. სულ მცირე, აქ შეერთებულ შტატებში ჩვენ გვადარდებს ჯარისკაცების მორალი და თუ ისინი ხელფას ვერ იღებენ, ალბათ აღარ უნდათ ბრძოლა. რა თქმა უნდა, არიან ფანატიკოსები ირანის გუშაქთა კორპუსში, რომლებსაც სურთ თავიანთ შემოქმედს შეხვდნენ, მაგრამ ბევრი ადამიანი, ირანის ხალხი, ირანის რეგულარული ძალები, არარადიკალი მებრძოლები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხავთ ოჯახები, ცხოველები და შვილები და სჭირდებათ ხარჯების დაფარვა. ასე რომ, შენ მართალი ხარ. Está impactando o moral e a vontade. შენ ფიქრობ, რომ ეს საინტერესოა. ისინი ამ ფულს უგზავნიან მოკავშირეებს, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და ჰუთები იემენში. ნახავთ, რამდენ ხანს გასტანს ირანი თუ ჰორმუზის სრუტიდან და მისი ირანული პორტებიდან ფულადი ნაკადი აღარ შევა. პორტების ბლოკადის დაწესების გარდა შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ასევე მუშაობს იმ ნაღმების მოცილებაზე, რომლებიც ირანის რეჟიმმა იმ სრუტეში განათავსა. საზღვაო ძალების ერთ-ერთი პენსიონერი ოფიცერი ამბობს, რომ ნაღმებზე ნადირობა ისეთივეა, როგორც საკუთარ ეზოში ბაბუაწვერას მოკრეფა, რათა გზა გაასუფთავო ისე, რომ არც ერთზე არ დააბიჯო. ეს ასე მუშაობს. სონარი გამოიყენება ნაღმების მოსაძებნად, შემდეგ ისინი აღმოაჩენენ, კლასიფიცირებენ, იდენტიფიცირებენ და ანეიტრალებენ. ეს პროცესი უსაფრთხო მარშრუტებს ათავისუფლებს ჩვენი სამხედროებისა და სათვრთო გემებისთვის, რომლებსაც გავლაზე ნებართვა აქვთ. არსებობს ნაღმების სხვადასხვა ტიპი: მცურავი, ღუზიანი, ლაპა, მაგნიტზე მიმაგრებული და ზღვის ფსკერზე განთავსებული. ყველა მათგანი ერთი მიზნისთვისაა: ბოროტი და მომაკვდინებელი გემების აფეთქება და ბორტზე მყოფთა. ხომ ასეა, მეთიუ? თუ რომელიმეს გაანადგურებენ, მაგრამ ირანს ამის დრო ქონდა. საჭიროა ყველაფრის შემოწმება სიფრთხილისთვის, ეს დიდი სამუშაოა. მართალია ჰარისი. საკმაისად მოხუციოა, რომ მახსოვს, როცა ჩვენი ფრეგატები ერარის ნარვანს დაეჯახნენ. ეს ხომალდის სწრაფად ჩაძირვას იწვევს.
ჰარისი ეს სუპერბოულია ჩვენი საზღვაო კოლეგებისთვის, ნეივისილებისთვის. არსებობს სპეციალიზებული დანაყოფები, რომლებიც ცხოვრობენ იმისთვის, რომ ეს ნაღმები იპოვონ, ნავებიდან გადახდნენ და გააუნებელყონ. როგორც ავიატორი ამას იმ ხალხს მივანდობ. მე ვიქნები ჩემს კონდიცირებულ კაბინაში 30000 ფუტის სიმაღლეზე. მაგრამ ისინი სპეციალურად არიან მომზადებულები ამისთვის. ჩემი წყაროების მიხედვით ირანელებს თვითონაც არიციან რამდენი ნაღმი ჩაყარეს სრუტეში, შემთხვევით თუ განზრახ. მცირე რაოდენობაა, მაგრამ ერთიც კი შეიძლება ზიანის მოტანა. გაიცადეთ ერთი წუთით, ნაღმი როგორ შეიძლება შემთხვევით ჩაყარო. აქ ჩამოწერეს სხვადასხვა ტიპები, ნეტავ რომელი ტიპის აქვთ. თანაც იმდენად ცუდად აყენებენ, რომ თვითონაც არიციან რა ჩაყარეს. ხო, შაშანდელი ოპერაცია Midnight Hammer-ის შემდეგ ჰარის მათ შექმნეს მოზაიკის გეგმა. თუ აქ გველს თავს მოუჭრით, ყველა შეძლებს ბრძოლას. 31 ინდივიდუალური პროვინცია, ყველა შეძლებს შეტევას და სროლას ნებისმიერ მიმართულებით. ასე რომ არც კი ვიცი, ვისთანაც ამ მოლაპარაკებებში ვსაუბრობთ, იცის თუ არა ამ ნაღმების შესახებ. ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაცა მსგავსი. იყო ირანელი მიამბოხე კომანდირი, რომელმაც თქვა, რომ მათ მიიღეს ბრძანება ასეთი რაღაცების გასაკეთებლად. ჰითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მათი ბრძანების სტრუქტურაც კი, რომელიც განადგურებულია, არ იცის სად არის ნაღმები. მაგრამ ჩვენი საზღვაო სპეციალური დანაყოფები და საზღვაო ფლოტი მსოფლიოში საუკეთესოები არიან ასეთი რაღაცების ფოვნასა და მათ განადგურებაში. ეს ინფორმაცია კრიტიკულია, რადგან ეს მათი საბრძოლო უნარის სერიოზული ღვევა არის, როგორც ჰექსეთი და პრეზიდენტი ამბობენ. ეს გვაჩვენებს, როგორ მოქმედებენ ამბოხებული ჯგუფები, მათ შორის ნაღმების დადგმით. რუსი მინისტრი სწორია. სერგეი ლავროვმა დღეს პოსტში შეერთებულ შტატებს გაუგზავნა გზავნილი, თუ როგორ უნდა მოექცნენ უცხო ქვეყნების მთავრობებს. ეს გაფრთხილებას გავს, ციტატა. მე ურჩევდი შეერთებულ შტატებს ყველა იმ შემთხვევაში, როცა მათ მთავრობა არ მოსწონთ, ჩაერთონ დიალოგში. არც ერთ ქვეყანას არასდროს უარი არ უთქვამს მათთან დიალოგზე. სწორედ შეერთებული შტატები იყო ის, ვინც ჯერ შეთანხმებებს დათანხმდა და შემდეგ მათგან უკან დაიხია. ლავროვისგან ამის თქმა ძალიან დიდი ირონია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი უკვე 5 წელია ომობს უკრაინაში და მე არ გონია, რომ მათ პირველებმა მოუწოდეს დიალოგს. არა ჰარის. ლავროვი ფარისეველია. ახალგაზრდა უკრაინელები და რუსები აღმოსავლეთ ევროპაში თმას, კბილებს და თვალის კაკლებს ხედავენ. როგორც თქვი, ამას 4 ან 5 წელი დასჭირდება. ეს სრული სირცხვილია. რატომ არ დაჯდებიან ისინი ზელენსკისთან და არ მოაგვარებენ ამ კონფლიქტს? პრეზიდენტი ტრამპი, ჰექსეთი და გენერალი ქეინი ამთავრებენ ომს, რომელიც რადიკალურმა ისლამურმა რეჟიმმა 47 წლის წინ დაიწყო. დავასრულოთ ეს ჰარის. ძალიან კარგი, მეთიუ ვაისბაკლი. ჯერ კიდევ გავიგებ ამ სასტვენის გამოყენებას, ძალიან მომეწონა საუბარი სანტა კლაუსო ნახვამდის.